კაცმა მაშინ ახალაია და ახალაიებსო შენი გამოშვება არ უნდა ეს მამაზედა დაგვეთას მამას ხონდა სია მამა დაიჭერდა შულთან იყო და მერე იყო ვაჭრობა გაუშვათ არ გაუშვათ რა გავაკეთოთ რა ავიღოთ და კეთდებოდა არ არის ეხლა ახალაიასთან თუ შეხვიდოდი შევიდა ერთი ჩემიანი რომ ჩემთვის რაღაცა ბაჩოსთან არა როლანდისთან როლანდია ასე თუ წამოწოლილი და 30 კაცს ღებულობდა დღეში 31-ს არა 29-ს არა 30-ს ამ 30 კაციდან წინასწარ იცოდა რა ქონდა ქალბატონ თეატრალურიას ქონება რა ქონდა თამაწულიას ქონება რა ქონდა სოზარსუბარს და ყველას და ამ იცოდა რა მოეთხოვა შევიდოდა და საწყალი ხალხი კიდე გაატყაბა ზოგს როხა გააკეთვინა ზოგს რაღაცა პატოდი ხონდა მუდანაშოლო ბიჭებიჭდნენ ქვეყნის ბავშვები მე ცოტა იურიდიული განათლება და რაღაცა მესმოდა და ბავშვებსაც ვარეგებდი რაღაცა კითხავდნენ და ცოტა მეტი რო იცოდი შევაზღებლობდნენ ჩემგან და აზია რო არ არიან ისე ორი კაცი დაიჭირეს და მესამე ძმა შემოხვდა გზაში ავატყოფი ბიჭი ისი წაიყვანეს დავაი არისო არაფერი არისო განუკეთხოვება იყო თქვენიანი მივიდა ბატონ როლანდ ახალაიასთან და რა მოხდა არ გამოვიდა მადა დიდი იყო და ამ დიდ მადას ვერ აუდიოდა წულია თამაზე ხო და აი ღებულობს რა არის შემოდის თქვენთან თქვა თქვენ ხარ ახალაია და შემოდის თქვენთან თქვენ მერტმა დამიფაროს მერტმა დაგიფაროს კი არა ნამდვილად დაგისყევლიდი ასე რომ იყოს და ზის და მეუნება პატრონი დამეხმარე ჩემი შვილია უდანაშაულოა დამიჯეროს კარგი რამდენს გადაიხდი გადავიხდი 3000 არა 10000 არა მაქვს აი 5 და მიდის ვაჭრობა სხვა არაფერი პროკურორთან მიდის ვაჭრობა და იწერება ეს და ამის მიხედვით მიდის ყოველ დღე გეუბნები დაახლოებით 1.300 მილიონი დოლარი მაქვს მე ცოტა ინფორმაცია კიდე მუშაობდა ხალხიდან ახალაია ხალხს გამოძალო დაახლოებით ამდენი ფული ესე იგი ბატონო თამაზ რო შევაჯამოთ მამა როლანდი ახალაია იჭერს აგზავნის ჩასასმელად შვილთან მერებიდის ვაჭრობა როდესაც აქ მოაგვარებს საქმეს ის თავისუფლს ეუბნება და ეს შენი პატიმარი ან ნახევრით გამოდის ან თავისუფლდება ვიღაცა ფოჩი ყაჩაღება იყო და ყაჩაღებული და ახალბიამ გამოუშვა. ბატონო თამაზ იმას ამბობთ რომ მამა ახალაია როლანდი როგორც პროკურორი სამეგრელოდან შვილს ბაჩო ახალაიას ამარაგებდა პატიმრებით. რა თქმა უნდა ეს სასჯელახსოვრების ეს არ არის ახალი ამბავი. ეს არ არის ახალი ამბავი. მას მერე თუ შეხვედრი ხართ რომელიმე სამეგრელოში. მე ბაჩოს ერთად არ ვიცნობდი და ბაჩო მოდიოდა ციხეში. მაგრამ ამას ისეთი წესი ჰქონდა თურმე თვალი რო იყო ციხეში არ უშვებდა ციხეს უბრალოდ ჭკვიანი კაცი იყო ეს თუ დამბავს ატეხდა იქ და არ უშვებდნენ და როცა გარეთ მანქანაში გამახუძებდა მე შემოდიოდა მაგრამ მე არ ვიყავი პათხალი მე და მე ამასთან იქ რაზე მივიდოდი არც მიკადრები მისვლაზე არც ბატონო თამაზ და თუ შეხვედრი ხართ ბოლო დროს როლანდ ახალაია ქალაქში არ დადის არ დადის თუ ვერ დადის საქართველოში არ დადის როლანდის სახშია ჩაკეტილი და ანდა ღამიწავა სადმე ქალაქში მაგი ვერ გამოვა რატო ვერ გამოვა როლანდი ახალაია ჩემი სანები რო შეხვდება მაგას იმდენი სტუდიას გაკეთებული კარგი მე ჩემთან უკან მიგზა მაგრამ ჩემზე უარესიას გაკეთებული ხალხი ყავს მიშვილებს დაღუპული ხალხია პატისანი ხალხი მოკლული აგერ იმაში სამი ბიჭი რომ მოკლეს დავთხოვში ბავშვებმა არც იციან რა დაემართათ ეს ბავშვი ჩემი არ არის მაგრამ თქვენი შვილია იმის შვილია ამის შვილია ყველა ჩვენი შვილებია ხო რამდენი ვინმე მოკლეს რამდენი ვინმე იმაში სხვაში გადააგდეს ვიღაც ფოცხოა ბიჭი მოკლეს იმაში ანაკლიაში რატომ რაღაცა ნახა სააკაშვილის იქ რაღაცა ცუდი და ეს რო არ გამოსყენებულიყო მოახშვეს და მოკლეს ბიჭი ამიტომ როლანდი ახალაიას თქვენ ამბობთ რომ ზუგდიდში არ გამოეყოფა თავი არ გამოეყოფა მაგას ქუჩაში კიდევ ყავს ხალხი დაჭერილი მეზობლები მერე ჭარს გაკეთებული სახლში ეზოში კი არა ოთახში ქვევით რომ სახლი არ მოუწავლონ და ეშინია ამიგედა შვილები ამათი შვილები სკოლაში რომ სწავლობდნენ სწავლით დედა პედაგოგიკურად მართლა სწავლობდნენ სხვაძე უკეთესად მაგრამ თუ ხელს გაარტყამდი დედმამას მოგიყვანდნენ თორემ ლაშრები იყვნენ და ესენი ბიჭები არ იყვნენ ამათ როდესაც ესენი ძალაუფლებში მოვიდნენ ლაშარს მიეცი ძალაუფლება და ვაჟკაცი ვარ იწვის და ლაშარი ყველაფერს გამკეთებელია ამათმა ყველაფერი გააკეთეს ყველაფერი იკადრეს ყველაფერი იკადრეს გერმანელები რო არ იკადრებდნენ ისეთი იკადრეს კაცი ხვეწება ეუბნებიან უდანაშაულო ადამიანს აი ეს თქვიო და კაცი ბერი ამბობს და
საშინელი შეურაცხყოფა მიაყენეს უნივერსალური მეზობელ სათვალს. როდესაც დაბრუნდა ქართლოსმა 3 დღეში განთავისუფლდა შენობა და ის კასრები, ის იარაღი, იქ კასეტები რაც იყო, ყველაფერი გადამალეს, მაგრამ თქვენ მაინც ნახეთ ის და იცით რა იყო და რა არა. გასაგებია.